მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა რომ ვივარჯიშო, რადგან დიდხანია არ მივარჯიშია და მომენატრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს და იდეაში არ შეიძლება ეხაც ვარჯიში. შოუს მერე გამოვედი ახლა, დღეს ერთი შოუ ქონდა და საქმე იმაში არის რომ რავი, ჩვენს ლოჟმანში არ არის შუქი და არ ვიცი როდის მოვა, დღეს მთელი დღე არ ყოფილა და ესე უაზროდ ჯდომას მეთქი გავალთქო და დავტესტავ ჩემს მაქსიმუმს თქო. იმიტომ რომ ტრავმა მაქვს ამ ადგილას იტახთან კანადელტაზე კერძზე, ну უფრო მხრის ნაწილი არის. და აქეთ ამ მხარეს ახაც უკან ანუ წერტილს ვერ პოულობ თითით, მაგრამ ანუ ხეს როცა ზემოთ წევ, მაშინ დგება. იდეაში ვარჯიში არ შეიძლება საერთოდ, მაგრამ დიხანი არ მივარჯიშე და ნორმალურად მინდა რომ ვივარჯიშო. ჯერ მაქსიმალურ აწევას დავტესტავთ ტურნიკზე, შემდეგ ორძელზე, თუ სადმეტკივილი იქნება გავჩერდებით. და ამის შემდეგ უკვე რაუნდენმე ვარიაციას გავაკეთებთ ზურგისთვის და მკერდისთვის. მოკლედ ნახოთ რა იქნება და იმედი მაქვს რომ გადავრჩები. წავედით. მომენატრა ვარჯიში. ვიმედოვნებ რომ 15 ჯერ ავიწევ. სადღაც 22 წევა გავამივიდა. მაგრამ ანუ მეტი ჩემეც რომ უბრალოდ ხარისხი ფუჭდებოდა ძალიან და ძალიან ტკივილი ვიგრძენდი რა მოკლედ. უცნაური გრძნობა იყო, მაგრამ ახლა 22 არა უშავს. უბრალოდ ანუ რო იცოდეთ, ამ ხელზე იმდენი ტრავმა მაქვს და ის ადგილებში მაქვს რომ ამ ხელს ბოლომდე ვერ ვთავრა მოძრაობაში, ესე რომ ვთქვათ. ანუ 100%-ით ძალას ვერ ვგრძნობ ამ ხელში, ამიტომ უფრო მეტი დატვირთვა ამ ხელზე მოდის და ამით შესაძლოა მაგიტომაც არის რომ მე ეს ხელს დავიტრამე. აი ახლა მოდი დავისვენოთ და ორძელზე ვცადოთ. ესეც მე მგონი 15 ვიზა. სწორად დავითვალე 52 წელს გაძვრა სახე. ვეთ 52 წელი. კარგი შედეგი არის. არ მეგონა. და იმის გათვალისწინებით რომ ვაფშე ვერ ვარჯიშობ. მე მგონი რაც ჩამოვედი ესეთი ვარჯიში მე მგონი ეს არის სადღაც მე-4 და იდეაში სადღაც 5 თვე ნახევარი აქ ვარ. ცოტა მეტიც მე მგონი. მოკლედ ახლა გავაკეთებთ ისევ ძელზე აწევას, ოღონდ ასეთი ჩავლებით. ну, ვეცდები რომ 15 ჯერ გავაკეთო და ვეცდები რომ სუფთად გავაკეთო. და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ სახში როცა მივარ წყალი იქნება, წყალიც იქნება და შუქიც იქნება. იმიტომ რომ ანუ შუქი რო არ არის, ცხელი წყალი არა. და მომიწევს ცივ წყალში ვანაობა. ეხლა თქვენაც ნახეთ ეს რიანი სეტი კიდე ერთ მისვლას გავაკეთებ, ასეც უბრალოდ ვიდეოში აღარ გაჩვენებთ. და დასრულდება ჩვენი ვარჯიში. იმიტომ რომ ძალიან გადატვირთვა არ ღირს და არც მჭირდება ძალიან გადატვირთვა, იმიტომ რომ ხვალ ორი შოუ მაქვს და
საშინელება არის ორი შოუს მუშაობა. ამიტომ ეხლა უბრალოდ შევახსენე კუნთებს, რომ ესა და ეს მოძრაობები საჭირო არის, არ უნდა დაავიწყდეს, უნდა იზრუნოს მათ აღდგენაზე ამ დაზიანებული წერტილების. უბრალოდ ასე რომ თქვა სისხლი შევიყვანეთ შეგნით, მაგრამ უბრალოდ კი არ შევიყვანეთ, ნამეტანი შევიყვანეთ, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან შევედი მუღამში. ნუ ეგ არ იყო საჭირო, მაგრამ მონატრებული ვარ და რა გავაკეთო. კაი, მოკლედ, თავიდან ვიზავთ ამ სტრესს. შეიძლება მაქსიმალურები აღარ გავაკეთო, მაგალითად, ძელზე და ორ ძელზე, მაგრამ მიახლოებულს მაინც გავაკეთებ. დავედით. მოკლედ, მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. რა ვიცი, შევეცდები რომ ვიდეოები დავდო, მაგრამ ანუ რავი რას გადავიღო, არ ვიცი, იმიტომ რომ ერთ ვერაფერს ვერ გაჩვენებთ, ვერაფერს ვერ აგიხსნით. იმიტომ რომ რო აგიხსნათ, უნდა გაჩვენოთ და ჯერჯერობით სამწუხაროდ ისეთ ფორმაში არ ვარ, რომ რაღაცეებზე ესაუბროთ. მოკლედ, მადლობა ვინც უყურა ამ ვიდეოს და შევხვდებით სულ მალე. იმიტომ რომ ერთ თვეში საქართველოს ჩამოვიდივარ.